მოგესალმებით. იმისათვის, რომ დავამატოთ ტენდერი განცხადებების დამატების გვერდზე, ავირჩიოთ შესაბამისი კატეგორია. მოვნიშნოთ ტენდერები. კატეგორიის არჩევისას გაიხსნება ტენდერების ფორმა შესაბამისი ველებით. წითელი ფიფკით მონიშნული ველების შევსება სავალდებულოა, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება ვერ აიტვირთება. ჩავწეროთ ტენდერის დასახელება. მაგალითისთვის, კომპანია აცხადებს ტენდერს სარემონტო სამუშაოებზე. შემდეგ ველში უნდა შეიყვანოთ ინფორმაცია დაინტერესებული პირის ან ორგანიზაციის მიერ წარსადგენი დოკუმენტაციის სიის შესახებ. ეს შეიძლება იყოს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, შეიძლება იყოს პრაის ლისტი, სარეკომენდაციო წერილები და სხვა. ანგარიშწორების პირობებში ჩაწერეთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ მოხდება ანგარიშწორება დამკვეთსა და შემსრულებელს შორის. შემდეგ შეიყვანეთ საკონტაქტო პირის საკონტაქტო ინფორმაცია, სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული პოსტა. ასევე შეიყვანეთ კომპანიის საკონტაქტო ინფორმაციაც. კომპანიის დასახელება, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ვებგვერდი, თუ გააჩნია კომპანიას ვებმისამართი, ორგანიზაციის ელექტრონული პოსტა. ასევე შეგიძლიათ განცხადების ფორმაში ატვირთოთ დოკუმენტაცია თქვენი ორგანიზაციის შესახებ, ტენდერის შესახებ. დოკუმენტაცია აუცილებლად უნდა იყოს Excel-ის, Word-ის, PDF-ის ფორმატში. და შეგიძლიათ ატვირთოთ ერთი ან რამდენიმე დოკუმენტი, მაქსიმუმ 6. გააჭირეთ ღილაკს Choose File, აირჩიეთ დოკუმენტი და იგი ავტომატურად აიტვირთება. Open ღილაკზე დაჭერით. დამატებით ინფორმაციაში ჩაწერეთ ყველა ის დამატებითი მოთხოვნები და ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა მნიშვნელოვანი იყოს და საინტერესო იყოს ტენდერის ჩატარებისთვის. ვარდისფერ ღილაკზე დატკაპუნებით, თქვენ შეგიძლიათ ატვირთოთ სურათი კომპანიის ლოგო. აირჩევთ, დააჭერთ Open-ს და სურათი ავტომატურად აიტვირთება და გამოჩნდება განცხადებაში. შემდეგში მიუთითეთ თქვენი ტენდერის გამოცხადების ადგილმდებარეობა. ჯერ აირჩიეთ რეგიონი, შემდეგ მიუთითეთ ქალაქი. თუ თქვენი სოფელი ან ქალაქი არ არის ჩამონათვალში, მიუთითეთ სხვა. და ბოლოს შეიყვანეთ განცხადების სახელი და ელექტრონული პოსტა. გამოქვეყნების ღილაკზე დაჭერისთანავე, აქ მითითებულ ელექტრონულ პოსტაზე მიიღებთ წერილს შესაბამისი ბმულებით, რომლითაც შეიტყობთ, თუ როგორ უნდა შეასწოროთ ან წაშალოთ საჭიროების შემთხვევაში თქვენი განცხადება. დავაჭიროთ ღილაკს განცხადება და თქვენი შევსებული ფორმა დაემატება და გამოჩნდება განცხადებების ჩამონათვალში. სადაც გამოჩნდება თქვენი კომპანიის ლოგო, თქვენს მიერ ატვირთული სურათი, ტენდერის დასახელება, განცხადების კატეგორია, ტენდერის გამოცხადების ადგილმდებარეობა და ატვირთვის თარიღი. თუ გადავალთ სრულად თქვენს განცხადებაში, გაიხსნება განცხადების ფორმა ყველა თქვენი მონაცემით შესაბამის ველებში. და ბოლოს, თქვენი განცხადება ავტომატურად წაიშლება ატვირთვიდან 30 დღეში. მადლობთ ყურადღებისთვის, გისურვებთ წარმატებებს.